წვიმიანი დღეა და მუხრანის ბაზარში ჩამოვედი. ძალიან ნაკებია აქაურობა და ვნახოთ ერთი რა იქნება. ცოტა ადრე მოსვლა კი ჯობდა უკვე იშლებიან, მაგრამ მე მგონი მაინც რაღაცას ვიპოვე. ძალიან კაია. უკვე ჩანს რომ კაია. ერბო ვიყიდე. ერბო კვერცხისთვის. აგვაგვიან და უკვე აკრეფილიაო, მაგრამ აი რაღაცას ვიპოვეს. აი 60 ბაშტიც მოსულა. სამურაბე 60 ნახე რა კარგია. ნამდვილი შუშაა, ძველებული. ეს არის ძველებული შუშა ტიპი. ნახე რა კარგია. ლამაზი კი არა, მაგრამ მაინც კარგია. ეს არის გემრიელი ტიპი. ფული მეტი არა მაქვს. ის ახალია დანარჩენი, ახალი ჯიშები, ესა კაია. ის ახალი ჯიშები მოგონილებია. მოგონილი. გემო თუნდინა გემო ამას აქვს. გემრიელი ტიპი. აგუხალა შეიძლება ნახო. იცოცხლე პერიოდები, იცოცხლე, და კარგად ხარ. ნახე რა პუნკულა და კაია. ყენდის სეზონია ახლა და სულ კინძის სუნი დგას, კინძის და უმბალოს, ცერეცოს, კინძის და უმბალოს სუნი დგას თელს ბაზარში. ნახე რა ტემლები არა ნაირი. უთალი ხარის გულას კი ვერ ჯობია, მაგრამ ხარის გულას მე პირველი. აი ნახე ეს, აია ბრეშებია, ნახე ამას რომ დააწყობ ხვალის ზეგ იქნება უკვე კაი, ხო? ნახე რა კაია. ეს ბერშვეთის ხახვია. აჩიკოს და მაიას მეზობლები არიან, ნახე ყველაზე კაი ნამდვილი წითელი ხახვი ქართული. ის მეორე თეთრი ვარ, იმას თაფლა ხახვს ეძახიან და ეს ნამდვილი ქართული წითელი ხახვია. ნახე რა კარგებია. ამას ხახვი არ ჯობია. ეს არის საზამთროებია, დიდი ხანია ვერ ვიპოვე სქელკანიანი ძველი საზამთრო რომ იყო სამურაბე და ეხლა ბევრი უნდა წავიკო. იმას ხო ვაკეთებ ჩვენ ხაჭოს პასკას, ნინოს რეცეპტი გვაქვს ხაჭოს პასკის და მეც და ნინოც დიდი ხანია ვეზებთ იმ ნამდვილ სამურაბეს. აი სქელკანია. გამიხარდა რომ დავინახე. დიდი ხანი არ ყოფილა. ეს არის ძველი ჯიში. აქვეო და მაგას უზბეკისტანიდან რომ იყო. ქართული არ არის ეგ. აქვეო და იმას. ტაშკენტი არა. სამარყანდი არა. ამახსენდები. აი ჯიშია, ძალიან კაია ის სამურაბე. იმდენი მშრომელი ადამიანი იდის თავის ნამუშევარს, ხო? აი მართლა უხვად ბარაქიანად გადასარევი ბაზარია. ძველი ჯიში მაინც საძებარია. ნამდვილი ძველი საძებარია. უი ეს არც მინახავს. რა არის ეს? 2 ლარი. ეს ის არის. ხრენი. გამარჯობა. გამარჯობა შენი ჭირიმე, გამარჯობა. კარგად ავარ, თქვენ როგორ ახ? გამომწერი ვარ თქვენი მიხარია ხო? აჰა, გამომწერი. მუხრანში წყოლია გამომწერი. რამდენი ზიგი და მარტო მე კი არა. ისო თქვენ თქვენი ჭირიმე. ისხანს მე მოხუცი ვარ და ახალგაზრდები ვარ იგებ. ისო თქვენ თქვენი ჭირიმე. კარგად იყავით, სულ რა კარგები არიან, ხო ერთ რა ბედნიერება. აი, კია, წვრილები, მაგრამ ნახე რა კაია. ნამდვილი შამპანსკია. ნახე რა გადასარევია. ძალიან კარგია ნახე. მსხვილებით ხო არის, მაგრამ ის შეწამლულებია და აი სოფლის ნამდვილი ეს არის, ნახე რა კარგია. კი არ მივირთო, უნდა ვიყიდო 5 კილო. სახში გიახლებით, უფრას სუნიათ ერთი განახა. გადასარევია. ნახე როგორია. აი ნახე რა კაია, ისფერი უნდა დაკრავდეს. ეს არის ყველაზე კაი. არც მსხვილია, ნახე რა კაია. ეგერ ნახე მეორე, ის ხო არის. უფ, გამადლიანი ბაზარია, გემრიელი. აი შეხედე. 5 ლარეთის კილი. არა, ძვირის საერთოდ. ამას ექნება სამჯერ იმდენი გართვა, ვიდრე იმ მეორე რუსულ ნიურს. ეს კაპარი ყოფილა. ასე ეძახით კაპარს ეძახით. კაპარს ეძახით ჩვენად, ხო რუსულად ეგ ეძახიან, აი როგორ თქვა. როგორ თქვა? კაპერსადი. და ხახვსა და ზეცუშე. შეიძლება კინძუცა. იმასავით, განძილივი, იმასავით. როგორ ჯონჯო. ხო, ჩვეულებრივ. სამშავებულია ეს წნილია. თაშუა ზღვეთში ცნობილი ამბავია და აქ არ მეგონა თუ უხრანის ბაზარში შევხვდებოდი კაპარი.
ბევრი არ იცნობთ, ნახე. იშვიათი რამეა, ველური მცენარეა. სიმშრალის მოყვარული. და ისინი კვირტებია, ასაყვავებელი კვირტე. გული დამეწება ხოლმე 2.30 წლის და 2-ად მოგცემო ამ პამიდორი. ხალხო გაგიჟდება და ყველა კანია, რაც იცით ფულები დაწერილია, ხო ფუჭდება რა. ეს ხალი გინდა. პროგრამი ფუჭდეს უფრო. რატო უნდა გაგიფუჭდეს ნახე რა. ხელკანიანია და არის სუპერია სოფო, უგემრიელესია. ორი ლარი ნაცუქარი არ არის. ნაცუქარია ვა. სადავრი კაცი ხარ. გურული ვარ, გურული. საიდან? ოზურგეთ. ოზურგეთიდან. იმაზე გითხარი, აბა რა არის ეს? აი ეს არის ხელკანიანი, ეს არის სამურაბი. ესენი. ეს ის არის ასტრახანი როგორ ძველი ჯიში. ო, ხელკანიანი არის. რამდენი ხანი ამ ჯიშს ვეძებ? მეც და ნინო ცალკე და მე ცალკე. და ვერ ვიპოვე. ასტრახანი ქვია, მაგას ძველი ჯიშია. სქელი კანია, აი ეს ამ სისკ სამურაბე. შარშან ვერ გავაკეთებ მურაბა, ეს ჯიში ვერ ვიპოვე. მუხრანის ბაზრიდან დავბრუნდი კარგი ნადავლით. შარშან ნინომაც ეძება, მეც ვეძებე და ვერ ვიშოვეთ სქელკანიანი საზამთრო სამურაბეთ. ქერქი რომ აქვს სქელი, ყველა თხელკანიანი იყო და ვერ ვიშოვეთ. ჩამოვიტანეთ. ლარი მივეცი კილოში, 20 კილოიანი თავებია, ნახე რა მშვენიერია. ეს ნამდვილი ქართული ხახვია. საუკეთესო ქართლის, ქარელის ხახვია, საუკეთესო, ამაზე უკეთესი ხახვი არ არსებობს. ძალიან გემრიელი წითელი ხახვი. ეს ქართული ნიორია. ხახვი 2 ლარი ღირდა. ეს იისფერი ყველაზე საუკეთესო ნიორია. ნახე რა გემრიელი და კაი გამოვიდეს, ახლა ამითი ტყემალი. 5 ლარი ღირდა. ეს ვაშლები, ძირჩამოყრილი ვაშლები ვნახე და ძალიან შემეხარბა. ეს ის ნამდვილი ქართული ჯიშია, რომელსაც ჩვენ ვეძახით შამპანიურს, მაგრამ ეს ასეთი პატარები რომ იყო და ლამაზები და შეუწამლავი რომ იყო, იმიტომ შემეხარბა და ვიყიდე. ლარად ღირდა 1 კილო. ბადრიჯანი რეჰანზე აღარ ვლაპარაკობ. ეს ნახე როგორი ბუთხუზა შემხვდა. რამხელა ყვავილები აქვს ნახე. საფრანას და მე კი მაქვს საფრანა, მაგრამ ასეთი ბუთხუზა ჩემთან არაა და სათესლეთ წამოვიღე. 3 ლარი გამომართვა თითო აცმაში. გენადი იყო ლამის ხანიდან. კონდარი ვითომ არ მქონდა ისე. კონდარიც წამოვიღე. კიტრი და პამიდორი რა თქმა უნდა, ეს გორის პამიდორია, ეს ხარისგულა არ არის, ეს შუშა კიტრია. ნამდვილი შუშა კიტრი, აი დიღმის შუშას რო ვეძახით, ყველაზე გემრიელი ჯიში. კვერცხში 60 თეთრი მივეცი, სოფლის კვერცხია, უკვე გეახელით ერბოსთან ერთად უგემრიელესია. განსაკუთრებული რაც შემხვდა მუხრანის ბაზარში, ეს არის კაპარი. ასეთი მცენარე არსებობს, იტალიაში ძალიან ძვირი ღირს, ხმელთაშუა ზღვებში მოყავთ ეს მცენარე. ეს არის კულტურულადაც მოყავთ, ჩვენთან ველურად იზრდება სიმშრალეში, აი აღმოსავლეთ საქართველოს ალესილებზე და კლდეებზე. კვირტებია იმ კაპარის. და დამჟავებულია როგორც ჯონჯოლი ჩვენთან ისე გიახლებიან ზეთთან ერთად. სულ ეს არის ჩემი ნადავლი. ბედნიერი დავბრუნდი მუხრანის ბაზრიდან. საერთოდ რა ჩემი საქმეა, როგორ შემიძლია ვინმეს რამე ჭკუა ვასწავლო ან მოუწოდო, მაგრამ ადამიანმა უნდა იაროს სოფლის ბაზრებში. ჯერ ადამიანებს უხარიათ, მერე ისეთ ნამდვილ პროდუქტებს, როგორცაც სოფლის ბაზარში ნახავ, ქალაქში ჭირს ამის მიგნება. და ნამდვილ იაფია ბევრად ვიდრე ქალაქში და ასეთ პამიდორს ახლა 2 ლარად ქალაქში ვერ იყიდი. კიტრიში ლარნახევარი გამომართვა, შემცვა და 2 დაუტოვე. ასე რომ რა ვიცი, მე მგონია რომ სოფლის ბაზარში უნდა იაროს ადამიანმა და ზოგჯერ მეც ვერ ვახერხებ ხშირად, მაგრამ მაინც სოფლის ბაზრებში ჩავდივარ. ერთი სული მაქვს, ახლა ამ საზამთროსგან რა გამოვა. ნახე რა მხელა ჭიპი აქვს. შეხედე? დედალიაო იტყვიან და ვნახოთ, ისე მაინტერესებს რა გამოვა, ერთი სული მაქვს. რომ დაიწყონ ქალებმა დაჭრა, გათლა და მურაბის გაკეთება. სოფლის ბაზარში უნდა იაროს ადამიანი. მე მიყვარს კიდე იმ ბაზარზე ვგიჟდები, კახეთში. ეს არის წნორში. ბოდბისხევის ბაზარი. არაჩვეულებრივი ბაზარია. იქაც კაი რამეებს იპოვის ადამიანი. როცა ვახერხებ, ყოველთვის ვცდილობ და დავდივარ ხოლმე.